მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ გადაცემა ყვითელი მიქსი ქეთა მერკვილაძესთან ერთად. დღეს ჩვენ სტუმრად ყავს არაჩვეულებრივი ქალბატონი მილენა ხაზარჯიანი, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ როგორც ტელეწამყვანს, ასევე არის მწერალი და დღეს წარმოდგენილია იგი როგორც კოსმეტოლოგი, ესთეტიკოსი შეგვიძლია ვთქვათ. გამარჯობა მილენა, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ და მოხვედი. გამარჯობა ჩემოსაყვარელო, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ძალიან მოხარული ვარ დაპატიმრებისთვის, დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ მოგწანებისთვის. მოდით დავიწყოთ ტრადიციული შეკითხვით, როდიდან დაგაინტერესათ კოსმეტიკის სფერო? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა. კი, დაახლოებით 8 წლის წინ ამერიკაში ვცხოვრობდი, უკვე 11 წელია ვცხოვრობდი ამერიკაში და იქ გავარკვიე, რომ თურმე შეიძლება ესთეტიკოსის პროფესიის ლიცენზირებული განათლება მივიღოთ მაღალ დონეზე სხვათა შორის და ძალიან საოცარ სკოლაში, რომელსაც ჰქვია კრისტინა ვალმის სკულ. იქ მივიღე კოსმეტოლოგია ჰქვია ჩვენთან. და ისე ესთეტიკასაც ეძახიან. ანუ იქ გაიარეთ კურსები, რა საინტერესო თან ამერიკაში. და მაინტერესებს, როგორც ვიცი თქვენი თავგადასავლების შესახებ ამერიკაში, თქვენ გქონდათ თქვენი კაბინეტი. კი, საინტერესო. ყავდათ როგორ ქართველი ემიგრანტები, ისევე უცხოელები, ხო სწორია? დიახ, იტალიელები და სხვა. ემიგრანტები, ამერიკა ხო ემიგრანტებისგან შედგება ხო და ძირითადად ყველა ემიგრანტები. მოვიკითხოთ ჩვენი ემიგრანტები, უსურვოთ ბედნიერი შოვა. მოვიკითხავ ჩვენს ემიგრანტებს მეც. და უსურვოთ მალე დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. მოდით გადავიდეთ პირველ რიგში თავის მოვლის პროცედურებზე. კერძოდ რომელ პროცედურებს იყენებთ? როგორც ვიცი, ინექციის გარეშე აკეთებთ, ხო? ხო, მე ვაკეთებ პილინგი, ბიორევიტალიზაცია მაინტერესებს. უნემსო გზით, რასაც ქვია, ვაუმჯობესებ სახის იერს. მაქსიმალურად როგორ შეიძლება გაკეთდეს უნემსო გზით. ეს ხდება ისეთი პროცედურებით, როგორიც არის ღრმა წმენდა სახის, მაგალითად პილინგები, ანუ მჟავები. აგრეთვე აპარატული კოსმეტოლოგიაც ძალიან შედეგიანია და ძალიან სასიამოვნოა, აბსოლუტურად უმტკივნეულო და სასიამოვნო გზით შემიძლია ისე გავაკეთო, რომ თქვენი კანი გამოიყურებოდეს იმაზე უკეთ ვიდრე 5 წლის წინ ან 10 წლის წინ. მე ვიცი რა შეუძლია თქვენს კანს თუ მიხედავთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოვალეობა რომ მივხედოთ და გქონდეს ლამაზი მოვლილი ჯანსაღი კანი. აი კანის ტიპთან დაკავშირებით მაინტერესებს, როგორ იღებთ აი ამ სიმს? თქვათ, ნაცხს იღებთ, ანალიზს უკეთებთ თუ როგორ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ინდივიდუალური ტიპი. კანის ტიპის გამორჩევა ძალიან ადვილია. თუ ფორები განლაგებულია მხოლოდ ცხვირის, შუბლის და ნიკაპის არეზე, მაშინ ეს არის კომბინირებული. თუ კიდე თქვენი სახე შეიცავს ფორებს ლოყებზეც, ამ ადგილებზეც ყველგან, მაშინ ეს საქმე გვაქვს ცხიმიან კანთან. და თუ ფორები განლაგებულია მხოლოდ ცხვირის წვეტზე, ეს ძირითადად ნიშნავს, რომ შრალ კანის ტიპთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ცხიმიან კანს უხდება სალიცინის მჟავის პილინგები. მშრალ კანს კიდე პირიქით ისეთი პროცედურები სჭირდება, რაც მათ მეტ ავტოდატენიანების საშუალებას მისცემს. მაგალითად, გლიკოლინის პილინგი და აგრეთვე კლეოპატრას პილინგს ვეძახი. ეს არის რძის პილინგი. კარგი იქნება ნამდვილად. კანის მოვლა ჯერ კიდევ კლეოპატრის პერიოდიდან იყო კი. ისე როგორც ნეფერტიტის. ცნობილია მისი. იცით, ქალბატონო ქეთა ის ავსებდა აბაზანებს და ეგეც ხომ მჟავა, როგორც ადრე ჩვენთან ბავშვობაში თუ გახსოვთ მეზობლები ერთად შევიკრიბებოდით, მაწონს ვისმევდით და ნიღბებს ვიკეთებდით. კი, ზუსტად ამის თქვა მინდოდა. მილენა, ამიტომ საუბრობთ თავის მოვლაზე და ასევე არსებობს ძვირადღირებული კრემები, მაგრამ მაინტერესებს, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ჩვენი ტიპის სპეციალური შესაბამისი კრემები ეკონომიურად, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ხანდახან ძვირადღირებულ კრემებს არ აქვს ის შედეგი, რაც უნდა კონდეს და რასაც გვირდება. იმისთვის რომ ნებისმიერმა კრემმა იმუშაოს,
პირველ რიგში ფორები უნდა გქონდეს სუფთა. ამას იმიტომ ვიძახი, რომ კრემი უნდა შევიდეს კანში, ანუ ფორაში ღრმად, რომ თავისი საქმე გააკეთოს. არ არის აუცილებელი ძვირფასი კრემების ხმარება, მთავარია შეღწევადობაზე ვიზრუნოთ. კანის ფორები თუ სუფთაა, მაშინ კრემიც შესაბამისად შედის კანში ისეთ სიღრმეზე, სადაც უკვე შეიწოვება, ხო? თუ ღრმაწმენდა დიდი ხანი არ ჩაგვიტარებია, ნებისმიერი კრემი არ ჩაჭედილ ფორებს ზევიდან კიდე აწვება და აგრეთვე უფრო აფართოვებს ამ ფორას და შესაბამისად მერე შეიძლება აი ეს ძველი სიბინძურე პლუს კიდე ზევიდან რამე ინფექციაც კი შეიჭრას, ხო? ხო, შეიძლება აკნე გამოიწვიოს. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი ტონალური, რასაც ქვია დაფარვის კრემი? როგორც იცი, BB კრემებს უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებენ და მნიშვნელობას. BB კრემი ძალიან კარგია, რაც შეეხება მაკიაჟს. პერიოდულად გამოცვლა სჭირდება. რას ამ შეიცავდეს მაგალითად, რომ არ იყოს საზიანო ჩვენი კანისთვის. იმიტომ სხვადასხვა ტონალურად ქოქოსის ზეთი იწვევს შავ წერტილებს. თუ ქოქოსის ზეთს შეიცავს კრემი მაგალითად და თქვენ გაქვთ ამ შემთხვევაში კომბინირებული ან ცხიმიანი კანი, მაშინ ქოქოსის ზეთი იზიდავს გარედან რადიკალებს. დაბინძურებული რაც კი არის ჰაერში იზიდავს და კი ტოვებს დიდხანს კანზე და ჩვეულებრივი დაბანა და სკრაბით გაწმენდა იმას ისე არ შველის როგორც სახის ღრმაწმენდა. რატომ ბერდება კანი ესე მალე? მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში შეგვიძლია იდეალურად მივხედოთ ჩვენ თავს, ან ძვირფასი კრემებით, ან ძვირფასი პროცედურებით, რა არის ამის მიზეზი? საქმე იმაშია, რომ 30 წლამდე ჩვენი ტვინი გასცემდა იმპულსებს იმისთვის, რომ კოლაგენი და ელასტინი გამომუშავდეს. კოლაგენი და ელასტინი გახლავთ ზუსტად ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ასე ვთქვათ, იცავს კანს ნაოჭების გაჩენისგან და პტოზისგან, აი სახის ჩამოწევისგან. უბრალოდ სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ, 30 წლის შემდეგ საჭიროა უკვე გარეგანი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კანის დაბერებასთან და გვინდა რომ უფრო უკეთესი იერი გქონდეს ან დაღლილობის იერი რომ აღარ გქონდეს დასვენებული, აწიმული სახე, ასე ვთქვათ, კარგი არის ეხლა მოიგონეს მიკროდენები. მიკროდენების თერაპია ქვია მაგას. აი რომ წარმოვიდგინოთ ორი ესეთი ჯოხი რკინის, რომელიც არის სასიამოვნო კანზე. როგორც წერტილოვანის, ხო? თითქოს წერტილოვანი თერაპიისავით. ჩხვლეტებს არ აკეთებს არანაირს. უბრალოდ უშვებს ისეთ დენის იმპულსებს, რომ აი ეს კოლაგენი და ელასტინი, რომელზეც წეღან ვილაპარაკეთ, გამომუშავდეს. რახან შიგნიდან არ მუშავდება, გარედან ეს იმპულსები ამოძრავებს უჯრედებს, აცოცხლებს. ასე გებია. მილენა ყველას აწუხებს, მე ვფიქრობ, განსაკუთრებით თვალების ქვემოთ სიშავეები. როგორ უნდა ვებრძოლოთ? ანუ რა არის იმისთვის კარგი? არსებობს პაჩები, ძადასნარი კრემი, მაგრამ თქვენ რას გვირჩევთ? ამისთვის არსებობს აგრეთვე მიკროდენები, რომელიც შეშუპებას სპეციალური მოძრაობით ხსნის. აგრეთვე არსებობს პილინგი, რომელსაც ქვია ვალების გარშემო პილინგი. წარმოიდგინეთ, ანუ ისეთი მჟავა, რომელიც მცირე ნაოჭებსაც აქრობს, აქებსაც ეს მასაჟი და არა ინექციით, ეგ მაინტერესებს. ეს არის ისეთი მჟავა, აი სითხე რომ წარმოიდგინო, ხო? რომელიც ძალიან ღრმად შედის კანში. მაგალითად, თქვენ რომ მიხმაროთ კრემი, იმ შედეგისთვის, რაც შეგიძლიათ პილინგით მიიღოთ, საჭიროა 1 წელი კრემის წასმა, რომელსაც აქვს მაგალითად ვიტამინ C, ალოე ვერას და ასე შემდეგ დამამშვიდებელი და გამაღიავებელი კომპონენტები, ხო, და პილინგი კიდე ისეთი ძლიერი ნივთიერებაა, რომ 1-2 პროცედურით თავისას აღწევს, იმიტომ რომ მას აქვს ესეთი ფუნქცია ძალიან ღრმად შეღწევადობის კანში. თქვენ თუ მიესალმებით ხალხურ მეთოდს, მაგალითად ვიცი რომ ბებია-ბაბუა იკეთებდნენ ხოლმე კიტრის აფრცხნილობას. რა თქმა უნდა მივესალმები ყველაფერს, თუ ღრმაწმენდა ჩატარებული გვაქვს
ყველაფერი იმოქმედებს. ცით აი ეს თანამედროვე კრემები, რომლებიც ახლა მაღაზიებში იყიდება და საკმაოდ ძვირად ღირებულია ბევრი მათგანი. ხო, ეგენი იგივე ჩვენი ბებია ბაბუას რეცეპტებია, უბრალოდ გაზავებულია, სხვანაირად გაკეთებული, სხვა რაღაც აპარატულად დამუშავებული და ყველაფერი იგივე რაც იყო ადრე იყო რძის მჟავა, როგორც ვამბობდი, წეღან კლეოპატრა ვახსენე. ადრე იყო კიტრის შემცველი ნივთიერებები არის, რა თქმა უნდა, კრემებშიც. მე ჩემი დიაგნოსტიკით ვფიქრობ, რომ კლეოპატრას ჰქონდა მშრალი კანი, აშკარად. რადგან რძის მჟავა და რძის აბაზანები ატენიანებს კანს, აღიავებს ლაქებს და როცა კანი დატენიანებულია, რა თქმა უნდა, ნაოჭების ალბათობაც ხრება. მშრალი კანის შემთხვევაში ქოქოსის ზეთით სხვათა შორის ძალიან კარგია. ნაოჭი არის როგორც მიწაზე ნახეთქი. აი როცა მიწა მშრალია, ჩდება ბზარი, ხო? ხო და როცა კანი დატენიანებულია, შეგვიძლია რამდენიც გვინდა ვიცინოთ და მიმიკების გამოხატვის არ გვეშინოდეს. როცა დატენილია, ჩვენ შეგვიძლია სიბერე გადავდოთ შორს, რაც შეიძლება შორს. ბუნებრივი კოლაგენი როგორ მივიღოთ? აი ბუნებრივი გამოუშავდება ორგანიზმიდან თვითონ. ეგ არის ყველაზე ბუნებრივი, რომელიც შიგნიდან თქვენი ტვინი როცა აძლევს იმპულსებს და ის გამომუშავდება. ზოგი სვავს სპეციალურ კაფსულებს კოლაგენის. დიახ, აი მინდოდა სხვათა შორის რაც გამიგია, ზოგს შველის, ზოგს არ შველის. მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით კუჩში მიდის ის. მე კოლაგენის რეცეპტებს არ ვიძლევი. მე სხვანაირად, ასე ვთქვათ, მიკროდენებით, სასიამოვნო ტალღებით ვაღვიძებ კოლაგენს და ელასტინს. ამ პროცედურის დროს ისეთი მოძრაობებია, რაც წევს კანს, კისრის და სახის სახის პილინგის აწევა და აწევა, ხო? ლიფტინგი უბრალოდ. ლიფტინგი ზუსტად. რა შედის იმ პროცედურებში, რომელსაც ეძახით მეფური? და რატომ მეფური? და არა დედოფლური. მე მაქვს ისეთი პროცედურა, რომელსაც ქვია სახის ღრმა წმინდა მეფურად. მეფურად დედოფლობაც იგულისხმება, იმიტომ რომ ჩემს ამ პროცედურაში შედის ლიმფური მასაჟი, რომელიც ღრმა ტოქსინებისგან გვანთავისუფლებს. ძალიან სასარგებლოა ზოგადად ვიცით ლიმფური მასაჟი. აგრეთვე შედის არომათერაპია, ლიმფური მასაჟი გარდა სახისა არის კიდე კისრის და პროცედურის ბოლოს კიდე მხრების. ჩემთან კლიენტი მოდის, რასაც ქვია, არა მხოლოდ შედეგისთვის, არამედ სიამოვნების მისაღებად. განტვირთვისთვის, ნამდვილი რელაქსაცია მინდა მივცე ადამიანს, განსაკუთრებით მე ხომ იმიგრაციაში ვმუშაობდი ამერიკაში, ემიგრანტებთან მქონდა საქმე და ვიცი მაგათი შრომა და აგრეთვე ხელების ლიმფური მასაჟიც შედის ამ პროცედურაში, სპეციალური კარგი დამატენიანებელი კრემებით და ევკალიპტეს არომათერაპია უნდა მეხსენებინა. ევკალიპტე ძალიან კარგია ზოგადად სასუნთქი გზებისთვის, სასარგებლოა ლორწოვანი გარსისთვის შესუნთქვის დროს. ზემოთ აღნიშნული პროცედურების ჩატარება თუ შეიძლება ერთ დღეში თუ რამდენიმე დღე ჭირდება, რამდენიმე კვირა და ასე შემდეგ. არსებობს ისეთი პროცედურები, რომლების კომბინაცია შეიძლება. მაგალითად, ღრმა წმენდის, მიკროდენებით სახის და კისრის კანის ლიფტინგის და აგრეთვე ვიტამინების შეყვანა კანში უნემს როგორც ინjekციის გარეშე ძალიან სასიამოვნო ულტრაბგერითი აპარატით. ეს აპარატი იგრძნობა როგორც ცხელი ქვების მასაჟი თუ გაგიკეთებიათ, ისეთი შეგრძნება აგიწვავს, ხო? არანაირი აწვა, არანაირი დისკომფორტი, პირიქით რელაქსაცია, რაღაც თბილი, სასიამოვნო სითბოს შეგრძნებაა და ძალიან მოსწონთ ჩემს. ისე მომინდა უცებ თქვენი მასაჟის გამოცდა და ჩამოვიტან საქართველოშიც ჩემ აპარატებს და აუცილებლად ჩაგიტარებ. ისე რას მირჩევთ მე როგორც ალბათ მაყურებებს გვისმენენ და ზოგს ყველას ინდივიდუალური ტიპის კანი აქვს, კომბინირებული კანის ადამიანებს. როდის ჩაიტარეთ ღრმაწმენდა ბოლოს
თუ დიდი ხანი არ ჩაგიტარებიათ თუ დიდი ხანი არ ჩაგიტარებიათ სახის ღრმაწმენდა, პირველ რიგში გირჩევთ მათ პროცედურის დაწყებას. და ფორების ჯერ ღრმაწმენდა საჭირო, შემდეგ შეგვიძლია თუ გინდათ ლიფტინგი, არავის არ შეგვიშლის ლიფტინგი, კარგია ეს ძალიან, სხვათა შორის ფორებსაც ავიწროებს ეს მიკროდენებით ლიფტინგი და პილინგები. აუცილებლად გესტუმრებით და მითითებთ. თქვენ შემთხვევაში პირველად ვცდიდი all inclusive facials. აჰა, all inclusive, როგორც მინდა მეფურად, ასე რომ თქვა. მინდა მეფურად პლუს ლიფტინგი და ვიტამინები. შემდეგ უკვე პილინგებზე გადავიდოდი. ალბათ გეყოლებოდათ პაციენტები, რომელსაც პატარა ცხიმგროვა. შეიძლება თვალთან იყოს, შეიძლება სახის კანის რომელიმე მონაკვეთზე და თუ შედის ეს პროცედურაც თქვენს იცით ხშირად მოვლის პროცედურებში. დიახ, მის რაზეც ლაპარაკობთ, ცხიმგროვებს ქვია მილიები. ან საიდან ჩდება ეს ყველაფერი? ეხლავე მოგიყვებით. ეს არის ეგეთი პატარა ცხიმგროვა, ძირითადად უყვარს თვალების გარშემო გაჩენა. მარგალიტივით. დიახ, გავს პატარა მარგალიტს, რომელიც შემოფენილია გამჭვირვალე კანით. და ეს მარგალიტი ამოღება ხდება ღრმაწმენდის დროს. ეს შედის ღრმაწმენდის. არ არის მტკივნეული, სპეციალური პატარა რაღაც თამომყავს. და ნემსი არ არის პატარა ესეთი რაღაც ისეზე ოდნავ ჩხაპის გამოსასვლელი რომ კარები რომ გავუხსნათ ასე ვთქვათ და წავიდეს თავის გზაზე. მილიები ჩნდება ერთი შეცდომისგან. თვალის გარშემო კრემებს ან კრემებს ზოგადად ვისმევთ ძალიან სქელი ფენით. ეს არ არის სასარგებლო. შეიძლება თხელი ფენით უნდა წავისვათ. იმიტომ გაქვთ ესეთი მოვლილი და ულამაზესი სახე. მილენა, ალბათ გამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა მოუაროთ ჩვენ თავს და რაც არ უნდა ლამაზები ვიყოთ, მაინც ქალის სილამაზეს და საკუთარ ადამიანის სილამაზეს შინაგანი სილამაზეც განსაზღვრავს. ხო სწორია? აბსოლუტურად გეთანხმებით. მამა ჩემის სიტყვებს ვიტყვი ახლა. ადამიანი არ შეიძლება იყოს ლამაზი გარეგნულად. ადამიანი ლამაზია თავისი გულითა. მხოლოდ თავისი გულითა. და შინაგანი სამყაროთი. რა თქმა უნდა, შინაგანი სამყაროს შინაგანი მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდით ცოტა ჩვენი მაყურებლების გავართოთ, რომ მარტო ამ პროცედურებზე არ ვისაუბროთ და კურიოზებზე მოგვიყევით, არ არსებობს რომ გადაგხდეთ რამე საინტერესო მithuetes ამერიკაში თქვენს კლიენტებთან. კაცებიც გყავდათ? კი. კაცი. რა თქმა უნდა, რა ჯობია როცა მამაკაც მოვლილი კანი აქვს და შავი წერტილები არ აქვს სახეზე. ამას რა თქმა უნდა ჯობია მამაკაცის სწორი ქცევები, ჯენტელმენობა და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა კაცს მოვლილი აქვს სახე და დადიან ჩემთან ამერიკაში კაცების სახის ღრმაწმენდაზეც, პილინგებზეც, ვიტამინების შეყვანაზეც. ჩემი ღრმაწმენდა იცით განსხვავდება იმით, რომ კოვზის გარეშე ვაკეთებ ამ პროცედურას. მეტოლოგიური ესთეტიკური კოვზი რომ არსებობს, იმას არ ხმარობ. არ ვაღიარებთ ამერიკაში, არ აღიარებენ ამას ნიუ-იორკში. თვლიან რომ კოვზი შეიძლება კაპილარი გატეხოს, ანუ რკინაა, ხო? და შეიძლება დააზიანოს კანი, ტრავმა მიიღოს კანმა კოვზით თუ ეხმარეთ. ამიტომ აქვს ზოგს ძალიან ბევრი ნახეთქი კაპილარების სახეზე. ჩემი პროცედურა კიდე კოვზის გარეშე ხდება. რა თქმა უნდა, შავი წერტილები, ანუ კომედონები ვერ ამოვა თუ არ მივაჭერთ მათ და 100%-იანი ბამბისგან დამზადებული ნაჭრებით ვასუფთავებ კანს. პროცედურის ბოლოს სიწითლე არ აქვს ჩემს კლიენტებს. ჩემი პროცედურის მერე ადამიანს შეუძლია წავიდეს ინტერვიუზე მშვიდად, გაიმანზე, დიახ. ერთადერთი მაკიაჟის წასმას არ ვურჩევ, მაგ დღეს, პირველ დღეს კანი უნდა სუნთქავდეს. რაც შეეხება კურიოზს. ერთ დღეს ჩაეწერა 2 დაქალი ჩემთან ღრმაწმენდის პროცედურაზე. სახის ღრმად, კი, ქართველები ხო? ოღონდ ეს 2 დაქალი არ იცოდნენ, რომ
ერთ კოსმეტოლოგთან გააკეთეს აპოინტმენტი, როგორც იძახიანი. ჩაეწერეს ერთ კოსმეტოლოგთან და ერთი მეორეს ურეკავს საღამოს თურმე. რომ შენიცი მე რა მაგარ კოსმეტოლოგთან ვიყავი, ისე მომეწონა. შედეგი მეორეუბნება, არა ჩემი უფრო მაგარია, მისმინე, მე გეტყვისაც წახვიდე. ერთი რა გაპირებდა ხო და მოკლედ ერთ საღამოს დამირეკა ერთ-ერთმა დაქალმა და მომიყვა. ეს იყო ძალიან ნამდვილად სასიამოვნო კურიოზი ჩემთვის ამ პროფესიაში. რა მაინტერესებს, იცით, რას ურჩევთ დამწყებ კოსმეტოლოგებს? ეს საკმაოდ მაინც პასუხისმგებლიანი საქმე არის, საპასუხისმგებლო. რა უნდა გაითვალისწინონ განსაკუთრებით? საქმე იმაში, რომ ამერიკაში დავამთავრე კიდე გარდა ამისა ესთეტიკის მასწავლებლის ლიცენზიის პედაგოგის სტატუსი მაქვს და პირველ რიგში დამწყებს ვურჩევ სწავლის დროს ძალიან ყურადღებით იყოს, კარგად ისწავლოს და თავის კლიენტს, თავის პაციენტს და მოექცეს ისე, ან როგორც უნდა რომ მას მოექცნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი სწავლა, სწავლის განათლების მიღების დროს და მიდგომა. ანუ თავის როგორც საკუთარ თავს მოექცევა და ფაქტობრივად ისე. კი, არაფერი არ იხალტურონ, როგორც ამბობენ, step by step ესე იძახიან, ანუ ნაბიჯ პროტოკოლის მიხედვით გააკეთონ თავისი საქმე, ისე როგორც საჭიროა. ბოლოს რო გითხრათ, რა არის თქვენი мотиваცია და თქვენი მთავარი სლოგანი? ცხოვრების. აი, ზუსტად ის რაც წეღან ავღნიშნე, მოეკეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ. გაიცი მეტი სითბო, მეტი სიყვარული, მეტი გაგება. გაუგე სხვას, თუნდაც თქვენი აზრები არ ემთხვევოდეს ერთმანეთს. ცხოვრება ერთია, მოკლეა, ამიტომ ყველას ვუსურვებ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები კარგად იყვნენ, ჯანმრთელად იყვნენ პირველ რიგში, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს ყველას და სითბოში და სიყვარულში გაგეტაროთ ცხოვრება. და ბოლოს დაემშვიდობეთ ჩვენ მაყურებელს და რას უსურვებდით? ახალი წელი მოდის. რა თქმა უნდა, ისე როგორც თავს რო უნდა მიხედონ და ლამაზები იყვნენ. რას უსურვებდით ჩვენ მაყურებელს და ჩვენ ქვეყანას? ვუსურვებდი, რომ მეტი დრო გაატარონ თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად, ოჯახთან. კიდევ ვუსურვებდი იმას, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს. ახალ წელს ჯანმრთელად შეხვდეს ბედნიერად და ბარაქა მოგცეთ ღმერთმა იმისთვის, რომ რაც თქვენ გულით გინდათ, არაფერზე უარი რომ არ უთხრათ თქვენ თავს და ოცნებები, სურვილები აგიხდეთ. მეც იგივე სუსურებ ჩვენ ძვირფას მაყურებელს, ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს, ქალბატონ მილენას დავემშვიდობები და ვუსურებ წარმატებას, წინსვლას, ბედნიერებას თავის კარიერაში, როგორც ესთეტიკის, ისე როგორც მწერლის და 1000 რეგალიებით შემკული მშვენიერი ადამიანი ბრძანდებით. და მე კიდე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი გახდათ ქალბატონი მილენა ხაზარჯიანი, ესთეტიკის ლიცენზირებული მასწავლებელი ამერიკიდან და 1000 რეგალიით შემკული, ხოლო ეს გახდათ გადაცემა ყვითელი მიქსი ქეთა მერგვილაძესთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ნახვამდის.